არიან ადამიანები, რომელთა მიერ ღირსეულად განვლილი ცხოვრება, კაცულ კაცობა და ხსოვნა წლების მანძილზე არ იშლება თანამედროვეთა მეხსიერებიდან. იგი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გავიცანით. თბილისში გვესტუმრა და იქ სტუდიაში შევხვდით. გვახსოვს დამშვიდობებისას მოკრძალებული საყვედურითაც მოგვმართა. წყინს ქვეყანას თითქმის ყველა პროფესიის შესახებ მოუთხრობთ. ფილმებს თითქმის ყველა დარგის წარმომადგენლებს ეიღებთ. ჩვენზე ქართველ მეზღვაურებზე კი არაფერსო. მათი საქმიანობის შესახებ არავინ არაფერი იცის და ამ საქმეს თუ ითავებთ, ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთო. ასეც მოხდა. გასული საუკუნის ბოლოდან მოყოლებული სწორედ მისი თანადგომით ქართველ კინოდოკუმენტალისტებს შესაძლებლობა მოგვეცა შემოქმედებითი მივლინებებით კინოგადაღებებზე გავყოლოდით საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებსა და ბალკერებს და შორეულ ნაოსნობაში თვეობით ვხლებოდით ქართველ მეზღვაურებს. შედეგად შეუფასებელი კინოვიდეო არქივი შემოგრჩა. უამრავი საინტერესო ამბისა და მოვლენის შემსწრე გავხდით. არაერთი სახელოვანი ქართველი მეზღვაური გავიცანით და გადავიღეთ კიდეც. რომელთა განვლილი ცხოვრება ჩვენგან ნამდვილად იმსახურებს მათი ღვაწლის არ დავიწყებასა და დაფასებას. ხოდა ჩვენც გადავწყვიტეთ შეცდომა გამოგვესწორებინა. წლების შემდეგ მაინც ცადეთ კიდეც დაწყება. თუმცა 2018 წლის 11 ოქტომბერს ბათუმში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელგანთქმული შორეული ნაოსნობის კაპიტანი და ქართული საზღვაოსნო დარგის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ბიჭიკო ვარშანიძე, რომლის ხსოვნასაც ეძღვნება ჩვენი ეს ფილმი. არ ვფიქრობ მისი პიროვნების განდიდებას, ან თუნდაც მისთვის ხუთბადიდების შესხმას ვაპირებდეთ. მხოლოდ ის გსურს, რომ გავიხსენოთ ერთი ღირსეული ქართველი, თავისი საქმის კაცი, რომელსაც შფოთიან და წინააღმდეგობრივ ეპოქაში მოუწია ცხოვრება და საქმიანობა. ბიჭიკო მემედისძე ვარშანიძე 1942 წლის 15 მარტს დაიბადა ზღვისპირა ბათუმში. 1942 წელი ბრძვინვარებს მეორე მსოფლიო ომი და უამრავი ევაკუირებულისათვის სწორედ ეს ქალაქი ქცეულა თავშესაფრად. მიუხედავად მძიმე დროისა, ვარშანიძეების სახლის კარი სტუმრებისათვის მუდამ ღია იყო. ოჯახი გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა და ბიჭიკომაც სწორედ აქ, ამ ქუჩაზე გაატარა ბავშვობისა და სიხმაწვილის წლები. 4 და ჰყავდა. თვითონ ნაბოლარა, მეხუთე შვილი იყო. მამა ადრე გარდაეცვალა. დედა კი თავის უმთავრეს მოვალეობად შვილებზე ზრუნვას, მათ ღირსეულ ადამიანებად აღაზრდას თვლიდა. ბიჭიკოს დედა ოლია ბიცოლა, გურული ქალბატონი, კვერღელიძის ქალი, ეს მარტო დარჩენილი ქალაქის პირობებში პატარა ქალბატონი შრომობდა დღე და ღამე. ამ პირობებში ოლია ბიცოლამ მოახერხა ის, რომ შესანიშნავად გაზარდა შვილები. დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ახლა დედაჩემის წამოეხმარებოდა რაცხას ლობიოს, კვერცხს რაღაცას გამოუგზანი და ეს უმნიშვნელო იყო. ორი იმდენი იქით მიქონდა მე აქიდან ოლია ბიცოლას ჩვენთან მოხონდა. თვითონ ბიჭიკო იყო ეთყობა კარგ ოჯახში გაზრდილი. ეთყობა კი არა ესე იყო. თბილ და გემრიელ ოჯახში გაზრდილი კაცი იყო. ეს ბავშვები და ბიჭიკო განსაკუთრებით უმცროსი შვილი, რომელიც განებივრებულიც იყო, ცოტა მისი უმცროსობითა და სილამაზითაც ლამაზი ბიჭი იყო. წმენაში, ზნეობაში, სისუფთავე ეს გენეტიკით ვლინდება, ხო იცი? და აი ეს გამოყვა ბიჭიკოს დედისგან უშველებელი ზნეობა, მამისგან გენეტიკა. იყო ძალიან კეთილი და კაცთმოყვარე ადამიანი. ეს მისი გაზრდიდან ეთყობა მოდიოდა და მისი ხაზგასმით მიყვებოდა მისი მთელი ცხოვრება მას იკეთებდა. ვინაიდან სიხმაწვილის ასაკიდან ზღვა და მეზღვაურობა იტაცებდა, ქალაქის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ბიჭიკომ სწავლა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში განაგრძო. სასწავლებელში ჩააბარა და მოეწყო პატარა ბიჭუნამ, გამახსენდა ჩემი პირველი მოსვლა სასწავლებელში.
თითქმის ყველაზე პატარა იყო იმ ჯგუფში ბიჭიკო ვარშანიძე. იმ წლებში იქ მოხვედრა დიდ წარმატებას ნიშნავდა და ბევრი ზღვისპირელი ხმაწვილის ოცნებას წარმოადგენდა. სრული სახელმწიფო უზრუნველყოფის ქვეშ მყოფ კურსანტებს სასწავლებელი თითქმის ყველა საგანში ფუნდამენტალურ წოდნას აძლევდა. განსაკუთრებით საინტერესოდ ტარდებოდა სწავლება საზღვაო დისციპლინებში, რომელსაც გამოცდილი ზღვაოსნები, მაღალკვალიფიციური პედაგოგები უძღვებოდნენ. მოთხოვნები მკაცრი იყო. მომავალი მეზღვაურები და კაპიტნები დიდი მონდომებით ეუფლებოდნენ ცოდნას. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში სწავლის დროს ჩვენი ჯგუფი იყო ერთ-ერთი საუკეთესო კურსი, რომლიდანაც ძალიან ბევრი წარმატებული კაპიტანი გამოვიდა. ბესიკ ბეჟანიძე, თამაზ ბჟავანაძე, ბორია შელია, სულიკო სეიდიშვილი და რა თქმა უნდა ბიჭიკო ვარშანიძე. თეორიულ სწავლებასთან ერთად იმ დროს კურსანტები სავალდებულო საზღვაო საცურაო პრაქტიკებს გადიოდნენ და შორეულ ნაოსნობაში იალქნების ქვეშ უწევდათ ზღვაში გასვლა. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ სასწავლებელმა გაგვიშვა საზღვაო პრაქტიკაზე, რომელიც გავიარეთ იალქნიან გემზე ალფა. ჩვენი ხელმძღვანელი იყო პრაქტიკის ხელმძღვანელი ბატონი ბიძინა ორაგველიძე, შესანიშნავი ადამიანი, რომელიც დღესაც თელ საზღვაო სფეროს ახარებს და უყვარს. ქართველ ზღვაოსანთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის ყოფილი უფროსი, მხცოვანი პედაგოგი და დამრიგებელი ბიძინა ორაგველიძე დღესაც სიამაყით იხსენებს იმ ქარიშხლიან დროს, როცა ჩვენი ფილმის გმირისა და მისი თანაკურსელების პირველი საზღვაო პრაქტიკის ხელმძღვანელად მოუწია ყოფნა. როდესაც ეს პირველი კურსი გემწამყვანი სპეციალობის მეზღვაურები, მომავალი კაპიტნები გააგზავნეთ და გავაგზავნეთ პრაქტიკაზე და პირველი პრაქტიკა სხვათა შორის რომელსაც ანალოგი არ აქვს ალბათ აფრიან გემზე უშვებდით ორთვიან, სამთვიან პრაქტიკაზე და ამ პრაქტიკის ხელმძღვანელად ვიყავი. იქ ბიჭიკომ გამოამჟღავნა როგორც ბევრმა სხვა კურსანტებმა თავისი ცოდნა, დისციპლინა და სიყვარული ზღვის მიმართ. 15 კურსანტი ვიყავით ერთ ვახტაზე. მათ შორის მე და ბიჭიკო ერთად მუშაობდით, ერთად ღებულობდით მონაწილეობას, იალქნებზე ავდიოდით. ბიჭიკომ დაამთავრა საზღვაო სასწავლებელი, დაამთავრა კარგად და დაიწყო მუშაობა შავი ზღვის ფლოტში. ვინც კარგად სწავლობდა ნოვოროსიისკი და დანარჩენი ქულების მიხედვით შორეული აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის სანაოსნო, ბალტიის ფლოტის სხვადასხვა საზღვაო სანაოსნოები და ასე შემდეგ. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მე და ბიჭიკო მოვხდით ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოში. როგორც ითქვა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, განაწილებით ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოში მოხვდა. მეზღვაურული ნათლობა რიგით მატროსად ტანკერებზე ლენქორანზე და ლისკიზე მიიღო. ცნობილმა კაპიტანმა ალექსანდრე პეტრაკოვმა, რომელიც იმ დროს ტანკერ ლისკის მეთაურობდა, მამაშვილურად მიიღო გემის ეკიპაჟის ახალი წევრი და არც რჩევად არიგებებს აკლებდა ენერგიულ და მონდომებულ ახალბედა ქართველ მეზღვაურს. ბიჭიკო ვარშანიძემ თავიდანვე მოიპოვა პატივისცემა და ავტორიტეტი გემის ეკიპაჟის სხვა წევრებს შორის. გულმოდგინებით გამორჩეულმა 1965-71 წლებში მან სწრაფად გაიარა საზღვაო საშტურმანო იერარქიის საფეხურები. იქვე გახდა კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწე და რაც მთავარია, საბოლოოდ ყველას თავისი პროფესიონალიზმით დაამახსოვრა თავი. მე როდესაც დავამთავრე ბათუმის საზღვაო სანაოსნო სასწავლებელი, განაწილებული ვიყავი ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოში. და გამანაწილეს ასეთ ტანკერი იყო, ცნობილი ტანკერი საკმაოდ ლისკი. ახლა როდესაც მოვხდი ამ გემზე, მე ვიყავი ერთადერთი ქართველი. და სხვა შორის ეკიპაჟის ნახევარი, ყველა ნამუშევარი იყო ბიჭიკო ვარშანიძესთან. მათ დამისვეს ასეთი კითხვა: თქვენი ცნობთ ბიჭიკო ვარშანიძეს? ის ამ გემზე იყო, აი შენსავით ერთადერთი ქართველი იყო ამ გემზეო, რამოდენიმე წლის წინო. და ძალიან აი მეზღვაური იყო, ძალიან საიმედო და ძალიან ერთგული თავის საქმისადმი
და მე შემდეგში რომ წავიდა საუბრები უფრო ღრმად, მე მივხვდი რომ მას ძალიან დიდი სახელი დაეტოვებია ამ გემს. უკვე მოპოვებულ ავტორიტეტთან და კარიერულ წინსვლასთან ერთად საბოლოოდ დარწმუნდა საკუთარი პროფესიული არჩევანის სისწორეში. მალე მან არანაკლებ მნიშვნელოვანი და რაც მთავარია სწორი არჩევანი პირად ცხოვრებაშიც გააკეთა და ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. 1964 წელს ბიჭიკო ვარშანიძე დაქორწინდა. ნანული თოდუა კი მისი მეუღლე და შემდგომი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. ამასობაში ჩვენი ფილმის გმირის სამშობლოში უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა. ჩვენს ნავსადგურებში საექსპორტო, საიმპორტო და საკაპოტაჟო ტვირთების მოცულობის მნიშვნელოვანმა ზრდამ დღის წესრიგში საქართველოში საზღვაო სანაოსნოს დაარსების საკითხი დააყენა. 1967 წლის 20 იანვარს საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტის მინისტრმა ვიქტორ ბაკაევმა ხელი მოაწერა ბრძანება ნომერ 13-ს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შექმნის თაობაზე. ახლად შექმნილ სანაოსნო კომპანიას თავდაპირველად 13 ერთეული გემი გადმოეცა. მის ადგილსამყოფელად და საბაზო ნავსადგურად კი იმთავითვე დასახელდა ქალაქი ბათუმი. ამ მოვლენას ცოტა წინ გაუსწრებთ და აქვე გეტყვით. გაივლის 25 წელი. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მართვის სადავეებს ჩვენი ფილმის გმირი ჩაიბარებს და 1993 წელს მისი უფროსი სწორედ ბიჭიკო ვარშანიძე გახდება. მოგვიანებით ჩვენ ამ ამბავს აუცილებლად დაუბრუნდებით. მანამდე კი სანაოსნოს პირველი ხელმძღვანელი, შორეული ნაოსნობის ლეგენდარული კაპიტანი ანატოლი კაჭარავა გახდა. კაჭარავას მოწვევით სამშობლოში დაბრუნდნენ და აქ დასაქმდნენ მანამდე საბჭოეთის სხვადასხვა კუთხეში გაბნეული ქართველი კაპიტნები, შტურმანები და სხვა საზღვაო პროფესიათა წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანი ბიჭიკო ვარშანიძეც იყო, რომელიც იმ დროისათვის უკვე შემდგარი შორეული ნაოსნობის შტურმანი გახლდათ. მან კაპიტნის მეორე თანაშემწედ საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ახალ ტანკერ ქუთაისზე გააგრძელა და სულ მალე ამავე გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწეც გახდა. 1973 წელს კი ბიჭიკო ვარშანიძემ პოლონეთში შჩეცინის გემთსაშენში უკვე კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში ჩაიბარა საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის აგებული ახალი ბალკერი გენერალი ლესელიძე, რომელსაც სახელგანთქმული კაპიტანი ვახტანგ ჩხაიძე მეთაურობდა. მალე მას ამავე გემის კაპიტნობაც ანდეს. პირველი დამოუკიდებელი რეისი როგორც კაპიტანმა იტალიურ პორტ ტარანტოში გააკეთა, სადაც დამრიგებლად ასევე სახელგანთქმული კაპიტანი ამირან მესხი ახლდა თან. ზღვაში საქმიანობის პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა და ინჟინერ-გემწამყვანის სპეციალობით დაამთავრა კიდეც ოდესის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კაპიტანს კაპიტანი ზრდის. ხოდა ამ ბუმბერაზი კაპიტნების სკოლა გამოვლილი ჩვენი ფილმის გმირი უკვე მზად იყო, რომ ამიერიდან თავად გამხდარიყო ნომერი პირველი ხიდურაზე. სანაოსნოს იმდროინდელი უფროსის, ლეგენდარული ანატოლი კაჭარავას გადაწყვეტილებით 1977 წელს ბიჭიკო ვარშანიძე კაპიტნად დაამტკიცეს და სრულიად ახალგაზრდა ასაკში დიდი პასუხისმგებლობაც დააკისრეს. მალე მან ბულგარეთში ვარნის გემთსაშენში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა ახლად აგებული ბალკერი მხატვარი გერასიმოვი. მე თვლი რომ გამემართლა და ბატონ ბიჭიკოსთან მოხვდი კაპიტნის უფროს თანაშემწედ. თმობავალ მხატვარ გერასიმოვზე. მიუხედავად იმისა, რომ მე და ბატონი ბიჭიკო ვიყავით კარგი მეგობრები, მიუხედავად ამისა ჩვენ გემზე ჰქონდა ნამდვილად, თუ ვთქვათ ასე, მეგობრულიც და ადმინისტრაციული
შეთანხმებული მუშაობა. მე მქონდა ბედნიერება მასთან ერთად ზღვაში ყოფილიყავი, როცა ის იყო კაპიტანი და მე ვიყავი მექანიკოს დამრიგებელი. ბიჭიკო ესე იგი არასდროს არ დგებოდა არც ერთი საქმიდან, რომელიც გემზე კეთდებოდა და გემის ამოცანა იყო, სირთულე იყო, აუცილებლად შეისწავლიდა საკით ჩაერეოდა საკითხს და მონაწილეობასაც მიიღებდა. კომბინეზონი შეისწავლიდა იმაში ზღებულობდა მონაწილეობას, ხელებით თუ მიგაგდებოდ ბიჭებო აგერ ვარ მეზე ეხმარებით. ძალიან ყურადღებიანი თავისი გემის და თავისი მეზღვაურების მიმართ. ბიჭიკო მიიღო იმ დროს მხატვარი გერასიმოვი. მე ერთი წელიც არ იყო გასული მივიღე მხატვარი კასიანი და ამ გემებზე მუშაობამ ჩვენ ძალიან დაგვახლოვა ერთმანეთს, ასე ვთქვათ, პრაქტიკულად. იმიტომ რომ თითქმის ერთნაირ საქმიანობას ვეწეოდით, უმეტესწილად და ჩვენი ურთიერთობების გაცვლა, პრაქტიკის გაცვლა, შემთხვევები, ურთიერთ რეკომენდაციები ყოველთვის ერთად იყო და რა თქმა უნდა ჩვენი შეხვედრები ყველგან ყველა პორტებში თავდებოდა მეგობრულად. ვიყავით კონაკრიში, გვინეის ასეთი ქალაქი პორტი, დედაქალაქი. და ჩვენმა კაპიტანმა მოიპატიჟა მხატვარ გერასიმოვის კაპიტანი ბატონი ბიჭიკო ვარშანი და კაპიტანი ბიჭიკო ვარშანი. ჩვენმა კაპიტანმა ცხონებული ომარი ფირცხალავა იყო, უთხრა რომ მე მყავს აი ასეთი მეორე თანაშემწე, გიორგი უნაფხოშვილი, რომელიც ნოვოროსკში მუშაობდა და ასე შემდეგ. გამომკითხა ბიჭიკო ძალიან დიდი ინტერესით, ლისკზე მე როგორ ვიმუშავე, რაშე ეს და ძალიან გაუხარდა, როდესაც მას მოუყევი ყველაფერი თუ მასზე იქ რა შტაბეჭდილებები იყო დატოვებული. ხიდურზე ვიმყოფები ვახტარის ჩემი ვაზნესენსკიზე მეორე თანაშემწის რანგში მოდის ხუდოჟნიკ გერასიმოვი. ვიმყოფები 20 მილში ბატონი ბიჭიკოა კაპიტანი, ვიქნები პრიომნი მისაღებ ბუისთან საათ და 20 წუთში და რა მელოდება. იქედან მიდის პაპრიხოდუ, ბუიტესტანავიცა, პრიჩალო. წარმოიდგინეთ, ესე იგი ამდენი გემები დგას და ბატონი ბიჭიკო ვარშანიძე მოდის, ადის ლოცმანი და შედის პორტში. აი რას ნიშნავს, ესე იგი ადამიანის ავტორიტეტი. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ანატოლი კაჭარავას ბიჭიკო ვარშანიძე თავის ფავორიტად მიაჩნდა. მას ყავდა ფავორიტი კაპიტნები, რომლებიც გამორჩეულად, მამაშვილურად უყვარდა და მათ მიმართ განსაკუთრებულ კეთილგანწყობას იჩენდა. ერთ-ერთი ასეთი კაპიტანი ბიჭიკო ვარშანიძეც გახლდათ. მახსოვს ძალიან კარგად ბავშვობაში, როდესაც მამაჩემის გემი მხატვარი გერასიმოვი იდგა ფოთის ნავსადგურში და ამ დროს იყო ჩამოსული საქართველოს სანაოსნოს უფროსი კაჭარავა ანატოლი, სტუმრები ყავდათ და ჰქონდა მამაჩემთან ურთიერთობა და მან განაცხადა რომ ამ სტუმრებთან მინდოდაო მეც ასეთი ვაჟიშვილი მყოლოდა როგორც ბიჭიკო. ლეგენდარული კაპიტნისა და სანაოსნოს იმდროინდელი უფროსის ანატოლი კაჭარავას მამაშვილურ დამოკიდებულებასთან ერთად ბიჭიკო ვარშანიძის გამოცდილება, პროფესიონალიზმმა და ავტორიტეტმა განაპირობეს ის ფაქტი, რომ მალე შეთავაზება მიიღო. ამჯერად უკვე კაპიტან დამრიგებლად საქმიანობა ნაპირზე განაგრძოდა, ახალ ბედა შტურმანებისა და მომავალი კაპიტნების დაკვალიანების საპასუხისმგებლო საქმე დაეკისრა. შემდეგ როგორც წარმატებული კაპიტანი 91 წელს გადმოიყვანეს კაპიტან დამრიგებლად, რომელმაც არაერთი მეზღვაური გაზარდა, რომელმაც ძალიან ბევრი მეზღვაურს მიცა გზა ზღვისაკენ და მომავლისაკენ. და მომიწია მასთან გამოცდების ჩაბარება, მაშინ გახსოვთ რომ ატესტაცია იყო ხოლმე ასეთი და კიდე ყოველწლიურად როდესაც გემზე მიდოდა გამოცდები უნდა შეგებარებინა. როდესაც მე მიმართვა მომწეს და მივედი მასთან რომ რაღაც უნდა ჩაებარებია, შენო გამოცდები უკვე ჩაბარებული გაქვს ლისკიზე მითხრა და მე შენ არაფერს არ შეგეკითხები. თვითონაც ყოფილი კაპიტანი მისთვის უფრო ადვილი იყო კაპიტანთან საუბარი, საერთო ამბების რაიმე განაწილება, რაც ეხებოდა მეზღვაურის საქმიანობას და სანაოსნოში მუშაობის წესებს. შემდეგ კი იყო კვლავ ოდესა.
კვლავ ამ ქალაქის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი და თეორიული ცოდნის გაღრმავება ამჯერად უკვე საზღვაო ფლოტისა და ტრანსპორტის მართვის სპეციალობით, რომლის დასრულების შემდეგაც საბჭოთა საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიამ ბიჭიკო ვარშანიძის კანდიდატურა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს იმდროინდელი უფროსის ჯემალ ჭიღვარიას პირველ მოადგილედ დაამტკიცა ფლოტისა და ნავსადგურების ექსპლუატაციის დარგში. 82 წელს სანაოსნოს უფროსად დაინიშნა ბატონი ჯემალი. ჯემალი პორტში მუშაობდა, ბათუმელი კაცი იყო და ძალიან კარგად იცნობდა ბათუმლებს. და რა თქმა უნდა, შეაჩერა არჩევანი ბიჭიკოზე, რომ ბიჭიკო ყოფილიყო მისი პირველი მოადგილე. ბიჭიკო ვარშანიძე იყო სამართველოს ხელმძღვანელი, როგორც პირველი მოადგილე, რომელზეც იყო დამოკიდებული სანაოსნოს მთლიანი წარმატება. ეს იყო ექსპლუატაცია. აი გემების ექსპლუატაცია. ეს ნიშნავდა იმას, რომ გემი არ გაჩერებულიყო და ამას ხელმძღვანელობდა ბიჭიკო ვარშანიძე. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს საზღვაო სანაოსნო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სატრანსპორტო კომპანიას წარმოადგენდა, რომლის ბალანსზე იმ დროისათვის თანამედროვე სანავიგაციო აღჭურვილობის მქონე მაღალი კლასისა და ავტომატიზაციის 50-ზე მეტი ტანკერი და მადანმზიდი ირიცხებოდა. ჩვენი გემები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 150-ზე მეტ ნავსადგურში უშვებდნენ ღუზას და ყოველთვის საუკეთესო ეკონომიკური მაჩვენებლებითა და მომგებიანი საქმიანობით გამოირჩეოდნენ. სანაოსნო სამწარმოებლების ერთ-ერთი შემოქმედი და ორგანიზატორი იყო ბიჭიკო ვარშანიძე. ფლოტის ექსპლუატაცია იყო მისი პასუხისმგებლობა და მისი ნიჭის გამომჟღავნება. მან გამოამჟღავნა ეს ნიჭი და ეს მე ვიტყოდი მებრძოლის სულისკვეთება, მაგი მებრძოლი იყო, ხასიათით მებრძოლი იყო. საქმეში უყვარდა რომ საქმეს რომ მიადგებოდა, ის უნდა გაეტანა ბოლომდე და უნდა გაეკეთებია თანაც წინვალეს, ზერელეთ არ გააკეთებდა. სანაოსნომ ამ პერიოდში ჯემალ ჭიღვარიას და ბატონ ბიჭიკოს ხელმძღვანელობით მიაღწიეს ამათ მათი გამოცდილება, მათი აი განსაკუთრებით ბატონ ბიჭიკოსი გამოცდილება, პატივისცემა და დიდი ავტორიტეტი იმ დროში თელ სამინისტროში, საბჭოთა ფლოტის სამინისტროში. ამ ორი კაცის ტანდემმა აი მე მინდა გითხრათ, რომ აღმაფხრენა იყო ალბათ ჩვენი სანაოსნოსი და ესეთ წარმატებებს იშვიათად ხოლმე შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა თუ ადამიანთა ჯგუფმა. Это была мечта грузинского народа, мечта вековая, чтобы Грузия стала морской державой. ეს იყო ქართველების სანუყვარი ოცნება, რომ ოდესმე საქართველოს შემდგარიყო საზღვაო სახელმწიფოდ. Более 2000 моряков, которые бороздили моря и океаны. იმ დროს 2000-ზე მეტი ქართველი მეზღვაური სერავდა მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებს და მიმოდიოდა მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტ ნავსადგურში. портов этих стран везде были наши моряки. ყველგან ისმოდა ქართველი მეზღვაურის ხმა. ყველგან იგრძნობოდა მათი სიყვარული და ერთგულება ზღვის, საზღვაო ფლოტისა და საკუთარი პროფესიისადმი. К морю, к флоту и к своей профессии. 1987 წლიდან სანაოსნოს უფროსის ჯემალ ჭიღვარიასა და მისი პირველი მოადგილის ბიჭიკო ვარშანიძის ინიციატივით საფრახტო საკომპენსაციო კომერციული გარიგების საფუძველზე ფლოტის განახლების მიზნით სანაოსნოს მიერ შეძენილი იქნა 4 ახალი ტანკერი. ბათუმი, თბილისი, ფოთი და მხატვარი ფიროსმანაშვილი. მოგვიანებით კი 2 მადანმზიდი, დავით აღმაშენებელი და აკაკი წერეთელი. რამაც სანაოსნოს ფლოტის საერთო ტონაჟის გაზრდასთან და ფლოტის გაახალგაზრდავებასთან ერთად სანაოსნოს კონკურენტუნარიანობის გაზრდა და საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ბაზარზე ჩვენი გემების დამკვიდრება განაპირობა. იმ საუკეთესო წლებში საზღვაო დარგის ღვაწლმოსილ პიროვნებას სანაოსნოს იმდროინდელ ხელმძღვანელ ჯემალ ჭიღვარიას სწორედ მისი პირველი მოადგილე ბიჭიკო ვარშანიძე ედგა გვერდით, როგორც ყველა გამარჯვებისა და წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და თანამონაწილე.
ეს ორი ბუმერაზე ადამიანი, ჯემალ ჯიღვარია და ბიჭიკო ვარშანიძე, ერთმანეთის გვერდით სანაოსნოს წარმატების წვერვალს მიაღწევინა საბჭოთა კავშირის პერიოდში. ყველაზე წარმატებული სანაოსნო იყო 14 თუ 17 სანაოსნო შორის. თუმცა ეს ვითარება დიდხანს აღარ გაგრძელებულა. მალე დაიშალა საბჭოთა კავშირი და გაწყდა ეკონომიკური კავშირები, რამაც ბუნებრივია საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საქმიანობაზეც პოვა ასახვა. საბჭოეთის დაშლის მომენტისათვის ჩვენს ქვეყანას საკუთრებაში დარჩა 1 მილიონზე მეტი საერთო ტონაჟის მქონე 50-ზე მეტი ტანკერი და ბალკერი. საქართველოს საზღვაო სანაოსნო იმ დროისათვის იყო ერთ-ერთი უმდიდრესი და უდიდესი კომპანია. მარტო საზღვაო ფლოტის კი არა, იქ შედიოდა მრავალი კიდე მიმართულებები, სამშენებლო, მოკლედ, ყველას ამას სჭირდებოდა პატრონობა და მართვა. აი ამ დანგრევის სიტუაციაში მოხდა. ამ დროსაც კი ბიჭიკოს ხელში ძალიან მყარად ეჭირა ეს სანაოსნო და მას ჰქონდა საერთაშორისო მასშტაბის ისეთი კავშირები, რომ სწორედ ბიჭიკოს შეეძლო გადაერჩინა საზღვაო სანაოსნო. ხო და 1993 წელს საქართველოს იმდროინდელმა მინისტრთა საბჭომ ჩვენი ფილმის გმირი ახლად შექმნილი საქართველოს საზღვაო დეპარტამენტის სრულუფლებიან უფროსად დაამტკიცა. რაც შეეხება იმ პერიოდს, როცა ბიჭიკო ვარშანიძე გახდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი, ეს არის მარტო სანაოსნოსთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისათვის არის ძალიან რთული პერიოდი. ბიჭიკოს ცოდნამ და გამოცდილება მაქსიმალურად მიგვიყვანა იმ დონეზე, რომ ჩვენ ერთადერთი ფლოტი დარჩა საბჭოთა კავშირში, რომელიც არ დაშლილა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. იმ რთულ პერიოდშიც ბიჭიკო ინარჩუნებდა და ამჟღავნებდა დიდ ენერგიას, რომ როგორმე გაეძლო სიტუაციებისთვის და შეენარჩუნებდა და შეენახა ფლოტი. ყველაზე დიდი ფლოტი, რომელიც გააჩნდა შავი ზღვის სანაოსნოს, 2 წლის განმავლობაში მთლიანად დაიშალა. დაიშალა ბალტიისპირეთის სანაოსნო, დაიშალა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანაოსნოები და გაკოტრდა. ჩვენ კი ვაგრძელებდით მუშაობას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ სანაოსნოს ხელმძღვანელობდა ნიჭიერი გულიანი კაცი, რომელსაც ბიჭიკო ვარშანიძე ერქვა. მომდევნო წლებმა დაადასტურეს, რომ უმთავრეს ამოცანად ბიჭიკო ვარშანიძემ გემების ტექნიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა და მათი გაახალგაზრდავება დაისახა მიზნად, რათა მკაცრი კონკურენციის მიუხედავად საზღვაო გადაზიდვების საერთაშორისო ბაზარზე ქართული გემებისათვის შესაფერისი ადგილი დაემკვიდრებინა. დასახული გეგმის მიხედვით სანაოსნოს მოდერნიზაციის პროცესი უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და ჩვენი გემების ოფშორულ ზონებში დარეგისტრირების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო. სამწუხაროდ ერთობლივი საწარმოების, კაპაჯესკოს, კალი ფლოტის, აჯარ შიპინგისა და ანგლო-ჯორჯიას საქმიანობის შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი პარტნიორების მიერ ამ ორი მიმართულების რეალიზაციისას არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც ქართული გემების დაკარგვის საშიშროება გააჩინა. მაშინ ბიჭიკო ვარშანიძემ შეუძლებელი შეძლო. სასამართლოს მეშვეობით მიაღწია გაეუქმებინა არაკეთილსინდისიერ უცხოელ პარტნიორ მესვეურებთან ადრე დადებული კაბალური ხელშეკრულებები და დაუბრუნა ქვეყანას ფლოტი და გემები. თვითონ საქართველოს სანაოსნო ჯერ კიდე იმ ავადხსენებული პერესტროიკის დროიდან იყო უკვე მიცემული გაპარტახებისათვის ეგრეთ წოდებული ანგლო-ჯორჯია რო იყო საქართველოს ინგლისის კომპანია ლონდონში და ბატონი ბიჭიკო შეეწირა იმას გამოსხსნას. ფაქტიურად ის თვეების მანძილზე სასამართლო დადიოდა და მისი მუხჩა ხელი შრომით დაიხსნა და მოიგო რამოდენიმე არბიტრაჟული სასამართლო ჩატარდა და მოიგო და ფლოტი დაუბრუნა ქვეყანას ბატონო ბიჭიკო. მოგვიანებით ბიჭიკო ვარშანიძის ძალისხმევით ამჯერად უკვე სხვა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობით საქართველოს სახელმწიფოს 100%-იანი საკუთრებით ლონდონში დარეგისტრირდა კიდეც სანაოსნო კომპანია ჯესკო. თავდაპირველად შეძენილი იქნა 3 ახალი ტანკერი და 1 ბალკერი. მოგვიანებით კი პირველი ქართული სამგზავრო გემი
საზღვაო ბორანი მემე დაბაშიძე, რომელმაც 1997 წლის 21 დეკემბერს სახელოვან კაპიტან გიორგი უნაფქოშვილის მეთაურობით პირველად ჩაუშვა ღუზა საბაზო ნავსადგურ ბათუმში. სასიხარულო დღეა საქართველოსთვის, მარტო არა სანაოსნოსთვის, მთელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ პირველად ისტორიაში როგორც იქნა ჩვენ შევიძინეთ სამგზავრო ბორანი, რომელსაც შეუძლია გადაიყვანოს 410 მგზავრი, საძინებელი აქვს კიდევ 380 დასაჯდომი ადგილები და ამასთანავე შეუძლია 55 ტრეილერი 12 მეტროვანი გადაიტანოს, რომელიც მეურნეობას ნამდვილად მოეხმარება ჩვენს ქვეყანას თვირთების იმპორტირებისათვის და ექსპორტირებისათვის. ის იყო საქმეში ძალიან ალღვეიანი რა. ესე იგი შეიძლება არც კი ქონდა ეგეთი საქმე გაკეთებული, მაგრამ ის რომელიც ჩაფიქრდებოდა ერთი 15 წამიანი ის ქონდა ჩაფიქრება და რომ გასწევდა ეს ასე გავაკეთოთ, ასე გავაცეკეთოთ, ვითომ ხო იცი, მორტყმა იყო წერტილში რა, პირდაპირ და საქმე მიდიოდა ძალიან კარგად. თუმცა იმ დროს ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობისა და ქაოსის პირობებში განადგურდა საქართველოს საზღვაო სანაოსნო. უსაფუძვლოდ ჩამოიწერა, გასხვისდა და გაიყიდა ჩვენი გემები. უმუშევარი და დაუსაქმებელი დარჩა ათასობით მეზღვაური. მთელი კოლექტივი უყვარდა. ესე იგი წელიწადში, ახლა 2 წელიწად თუ 3 წელი იყო, 3 წელიწადში ერთი 7-ჯერ 8-ჯერ მთხოვა ბრძანების დაწერა, პროექტის მომზადება, კადრების შემცირება, ზუსტად გემების რიცხვი მცირდებოდა, ფინანსური მდგომარეობა უარესდებოდა, კონjunქტურა და ყველაფერი სხვადასხვა მიზეზის გამო და საჭირო არ იყო ამდენი ხალხი საჭირო ცხადია. და შეუტანდი მომზადებდი ბრძანებას, ყველაფერს დავდებდი. ხო, კარგი იყოს მეთქოდა. მე ახლა პირველად რომ შევუტანე, მაშინ შევახსენე 2 დღეში რა შევებიძან. ხო, ნახავ და მე მივხვდი რომ არ აწერდა ხელს. მე რომ მეტყოდა ისა მომზადებდი კლავ და რამდენჯერმე გამიორდა ეს და იმიტომ რომ ვატყობდი რომ ეს ადამიანები ფიქრობდა ხა, ეს ადამიანები საწავიდან ამ გაჭირვების დროს, ამ კრიზისის დროს ქვეყანაში სად იმუშავებენ. ამიტომ იყო რომ მის მისაღებში მოკლედ ტევა არ იყო რომელი ქალაქიდან და რომელი კუთხიდან საქართველოს მთხოვნელები არ იყო, არ ყავდა ბიჭიკოს. და მე არ მახსოვს ვიღაცა წასულიყო გაწმილებული. ახერხებდა საიდან სულობდა ამდენ საშუალებას, ენერგიას, ძალას არ ვიცი, მაგრამ ყველასთან ახერხებდა და ყველას თავის წილს რაღაცას უბოძებდა. იმ კოლექტივში გაზრდილი იყო ბიჭიკო და საერთოდ მე ხშირად მინახავს რომ ბევრს დაეხმარა. თვითონ ჯიბიდან იღებდა ხანდახან როცა ვიღაცა თხოვნელი მოვიდოდა სანაოსნოში მოფუციკალიან თუ მინდა ახალგაზრდა ერთს სწავლის ქირაც კი გადაუხადა მე ვესწრებოდი კაბინეტში. ესე იგი სიკეთის კეთება იყო სიამოვნება. თქვენ არ იცით რა სიამოვნებას ვღებულობ მე იმით რომ ვიღაცას კარგ რაღაცას რო უკეთებ. ესე იგი მისი გარდაცვალების შემდეგ იმდენი ხალხისგან გავიგე ისეთი ამბავი რომ არასდროს არაფერი არ უხსენები ამ ადამიანს და არასდროს არაფერი არ უთქვამს. ყველასთვის სიკეთის მკეთებელი ოჯახშიც თბილ და მზრუნველ მეუღლედ, მამად და ბაბუად რჩებოდა. არც ის გაკვირვებია შვილები და შვილიშვილები მის პროფესიულ კვალს რომ არ გაყოლიან, რადგან მათი სურვილის მიუხედავად თვლიდა რომ ძალიან მინდოდა და თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა რომ მოწყობილიყავი ნოვოროსისკის უმაღლეს საზღვაო სასწავლებელში, მაგრამ მისი იმით რომ ოჯახს ერთი მეზღვაური ეყოფაო, გადაწყვიტა რომ მე დავჩენილიყავი მაინც ნაპირზე. მართალია ზაზავარშანიძე მამის პროფესიულ კვალს არ გაყოლია და კაპიტანი არ გამხდარა. თუმცა მისი ამჟამინდელი საქმიანობა მაინც ზღვასთან და გემებთანაა დაკავშირებული. ეს ოფისი, სადაც ჩვენ ვიყოფებით, არის შპს პრაიმარენი, საზღვაო სააგენტო ფირმა, რომელიც ემსახურება საქართველოს შემოსულ გემებს და ტვირთებს. ექსპედირებას უწევთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შვილიშვილებმა სხვა გზა აერჩიეს. სამივემ, ესე იგი ადამიანი, რა ვიცი, გადაყოლილი იყო ამათზე, ესე იგი თუ რამე შეიძლებოდა ახლა თქვა, განათლება იყო, ის იყო რაღაცა ყველაფერში ცდილობდა, რომ ყველაფერი გაეკეთებია ბავშვებისთვის, რომ ესე იგი მათ ეგძნოთ თავის თავი. თან
ძალიან მეგობრულად იყო ამათთან. მე ვიცხოვრებ დიდხანს ბაბუ, თუ შენ იქნები ბედნიერი, სულ ამას გვეუბნებოდა, აი სულ შვილიშვილებს. აი ეს პატარა მომენტები მახსენდება, სულ აი ეს სიხარულის, აი რაღაც კარგს რო გავაკეთებდით, აი როგორ ეამაყებოდა, რაღაც რო დავაშავებდით, როგორ გვიხსნიდა ამ ყველაფერს, ანუ სულ ისე გვიდგებოდა რა, აი ძმაკაცურად, მეგობრულად და ეს ყველაფერი მახსენდება სულ და აი არ ვიცი რა, ისეთი ადამიანი იყო, აი მაგრა გაგვიმართლა, რომ ეგეთი ბაბუ აყავდა. ჩვენ ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, ვერ ვიტყვი, რომ აი როგორც ყველა ბაბუაშვილიშვილს, აი ჩემთვის იყო სულ სხვა და ანუ იმ დანაკარგს რაც მაქვს, სავარაუდოდ ვერაფერი ვერასდროს ვერ შეავსებს. იყო აი როგორ გითხრათ, სამაგალითო ადამიანი, უკეთილშობილესი ადამიანი, აი ყველაფერი, ანუ ყველაფერი რაც შეიძლება ესეთი დადებითი ითქვას ადამიანზე, მას ეს ყველაფერი თვისება ჰქონდა. ბიჭგო ვარშალიძე, თავისი ავტორიტეტით, თავისი ერთგულებით საქმისადმი, თავისი დიპლომატიით და ყველას მიმართ სხვადასხვა მიდგომით განაპირობა, რომ ფლოტი იქნა შენარჩუნებული. ამოდენა ბუმბერაზი კაცი, რომელმაც ფლოტი გადაარჩა გამოგლიჯა. ხახიდან გამოგლიჯა, ესეთი უბრალოდ არ იყო ლონდონში ის ხალხი. ესე არ არის ინგლისელი ბიზნესმენები, რომ თქვენ რაიმე თუ ჩაუგდეთ, მე რაიმე ეს იყო ჯერ კიდე ისე რომ გითხრათ, სიმართლე საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოსკოვის ხელმძღვანელობებიდან მიმართული და გადაცემული. то есть ეს ყველაფერი დადებული ხონდა რაღაც საფუძვლები, ესე კი არ იყო. მაგრამ აი ეს ყველაფერი მოიგო ბატონმა ბიჭიკომ და დააბრუნა. მაგრამ არაცალეს. და დაიწყო გაუთავებელი ბრალდებები. თითქოს სანაოსნოს ხელმძღვანელობა ანიავებდა და ანადგურებდა სანაოსნოს. მალე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ბიჭიკო ვარშანიძეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უკანონოდ შეუჩერეს სადეპუტატო მანდატი და მოუხსნეს იმუნიტეტი. უფრო მეტიც, ბატონ ბიჭიკოს შეეზღუდა გადაადგილება არა მარტო ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზე და თქვენ წარმოიდგინეთ ქალაქ ბათუმშიც კი და მას ფაქტიურად შიდა პატიმრობაში ამყოფებდნენ. როდესაც მამა იყო როგორც შიდა პატიმრობაში, მეუბნებოდა რომ გეძინოს კარგად, იმიტომ მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რამაც შეიძლება მიმიყვანოს, საშინელ მდგომარეობამდე ეს, დაჭერის ამბავზე. ეს იყო ქვეყანაში გამეფებული ქაოსისა და განუკითხაობის წლები, რომლის დროსაც პოლიტიკურ ძალთა ძიძგილაობასა და 1000 ჯურის გარეწარმედროვე თაღლით დაქმედებებს ერთდროს სახელოვანი ქართული ფლოტისა და გემების მნიშვნელოვანი ნაწილი ემსხვერპლა. ამ პროცესის თავიდან აცილება კი გვერწმუნეთ სანაოსნოს იმჟამინდელი ხელმძღვანელის ბიჭიკო ვარშანიძის ძალებს ობიექტურად ნამდვილად აღემატებოდა, რომელსაც უსამართლოდ მოექცნენ, დაუმსახურებლად მოიძულეს და სამწუხაროდ გულიც ბევრჯერ ატკინეს. ესე დაუფასებლად არავინ არ ჰკითხა ისე და უცებ ესე იგი მოიზულეს ეს პიროვნება ენების მიტან მოტანით, მედროების დაჯერებით, მოჯერებით და ნუ მოკლედ. იმ დროს მოხდა საზღვაო სანაოსნოს უფროსის თანამდებობაზე, როდესაც თბილისსა და ბათუმს შორის ჭიდილში ეს იჭრიდებოდა. ლომის წილი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დანგრევაში პოლიტიკოსებსა, ყველას არ რა თქმა უნდა ერთად დაგვიფაროს, მათ ვინც ესე იგი გადააბიჯა ყოველივე მორალს და ჩაერია იმ საქმის სანსამლო ჩარევა. ეს იყო ომი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შორის. და შვაში იდგა ყოველთვის ბიჭიკო, და ხო იცი გამშველებელს ყოველთვის მეტი ხდება ხოლმე და ჩვენ ეს არ გვინდოდა, ხო? ჩვენ ბათუმი და თბილისი რა გაყო ერთმანეთზე, მაგრამ აი ამაში იჭრიდებოდა ბევრი ხელმძღვანელი. ეს ისეთი საკითხია, რომ გავადრო და ისტორია თავის სიტყვას იტყვის, მტყვანი და მართალი აუცილებლად გამოჩნდება და მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოხდება ბიჭიკოს რეაბილიტაცია ამ მიმართულებით. ბატონო ბიჭიკო ბევრ ამას გაუზო თავისი
გულში ჩაითხრა ეს ამბავი, არავის არ აგებინებდა ამდენ შეურაცხყოფა იყო, აბა რა იქნებოდა ამოდენა პიროვნება ხან იქ დადიოდა, ხან იქ გავიდა უკვე 25 წელი და ყოველდღე ვფიქრობ ამაზე. ვინ დაშალა სანაოსნო? თამამად შემიძლია თქვა, რომ რო არა ბიჭიკო კიდევ მინდა გავიმიორო, ის დაიშლებოდა უფრო ადრე. უკანასკნელად რომ შევხვდით, ბატონი ბიჭიკო სევდიანი და გულგატეხილი გვეჩვენა. თუმცა როგორც კი საუბარს ზღვაზე, ქართულ გემებზე და ქართველ მეზღვაურებზე ვუწყებდით, თითქოს მიყენებული წყენებიც ავიწყდებოდა და ხალისიანად პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. უმადურობითა და გაუტანლობით გულნატკენი მაინც იმედიანად ცხოვრობდა. სიმშვიდე ესაჭიროებოდა არა და აქტიურ ცხოვრებას ჩვეულმა არ იცოდა ეს რა იყო და საბოლოოდ ჯანმრთელობამ უმტყუნა კიდეც. და ვერ აიტანა წესერმა კაცმა ეს ამბავი, ვერ აიტანა მისმა გულმა. და ალბათ მის გულში ხარჩებოდა და მოვიდა ბოლო-ბოლო ისიც, რასაც ქვია ჯანმრთელობის ესე დასუსტება. ნელია ლაპარაკი მამაზე როცა იცი რომ რაღაცა ვერ ეჩვენა დაგარგო. მე თუ ვცდილობ რომ მისი მას აზიამოვნო ყველანაირად. გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან. მეგონი არა. ჩვენ კი ვფიქრობთ რომ კი. უმადურობითა და გაუტანლობით გულნატკენს ავადმყოფობამაც მალე დარია ხელი, რომელსაც საბოლოოდ ვეღარ გაუძლო, ვეღარ გადაიტანა. ბიჭიკო ვარშანიძე გარდაიცვალა 2018 წელს, 76 წლის ასაკში. მე იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანი არასოდეს არ წაიშლება ჩვენ გულებში იმ ხალხის, ვის მიმართაც მან დაწესა სიკეთე და ქვეყნის მიმართ უპირველეს ყოვლისა მან რაც შეეძლო გააკეთა და კიდევ ბევრს გააკეთებდა როგორც წეგამთხი, მაგრამ მოხდა ისე რომ ეს კაცი დავკარგეთ სამწუხაროდ. ნათელში იყოს მისი სული, ის იყო ვაჟკაცი, დიდი ქართველი პატრიოტი ადამიანი და ყოველთვის ჩვენ მას გავეხსენებთ. ეს იყო მუმბერაზი ადამიანი. საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო შერეული ნაოსნობის კაპიტანი, ერთ-ერთი საუკეთესო სანაოსნოს ხელმძღვანელი, ჩემი მეგობარი, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი. მან იმდენი რამე დატოვა, სასიკეთო და კარგი, რომ ეს საკმარისი იქნება ზოგიერთი ორი-სამი პიროვნება ერთად ვერ შეძლებს იმას, რაც მან გააკეთა. სამწუხაროა, როდესაც აი ასეთი გამოცდილების მეზღვაური, ასეთი გამოცდილების საზღვაო სისტემის ხელმძღვანელი, რომელიც ამდენი წელი თავისი ახალგაზრდობა და თავისი შეგნებული ცხოვრება შეალია ზღვას, მისი პოტენციალი ქვეყანამ ვერ გამოიყენა. კარგი იქნებოდა რომ მას ეცოცხლა დიდხანს, იმიტომ ისეთი პიროვნება იყო, რომ ასეთი პიროვნებებმა დიდხანს უნდა იცოცხლონ და სასიკეთო საქმე აკეთონ თავის ცხოვრების ბოლომდე. ბიჭიკო ვარშანიძემ მარტო დინასტია კი არ შექმნა ვარშანიძეების კაპიტნობს. მარტო სანაოსნოს უფროსი კი არა, ყველა ჩვენთაგანის მეგობარი. ჩვენი ოჯახების მეგობარი. ჩვენს გვერდით დიდგალ აჭირვებაში, ჩვენს გვერდით დიდგალ ხილში. და ამას დამატებული ის იყო სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ცდილობდა სახელმწიფოსათვის შეენარჩუნებინა ფლოტი და წინ წავსულიყავით. მის კაცობაზე შეიძლება თვეობითი ლაპარაკო, წლეობითი ლაპარაკო, მაგრამ მე ერთს ვიტყოდი. ის კაცი იყო და კაცად დარჩა ყველა მეზღვაურის გულში. ნამდვილად ბიჭიკო ვარშანიძე ის მეზღვაური იყო, რომელიც იმსახურებს მისი სახელის შენახვას და შეიძლება სამაგალითოდაც მოუყვეთ თანამედროვე ახალგაზრდებს და ახალგაზრდა მეზღვაურებს, დამწყებ მეზღვაურებს. ის ძალიან გულნაკლული წავიდა. ადამიანს სიცოცხლეში უნდა დაფასება და მისი პოტენციალის გამოყენება. ეს არა ხვალ არა მაინც სიკეთე თავის სასწრაფოს და თავის დამსახურებას ბატონი ბიჭიკოს ხსოვნა მიიღებს. მე არ მგონია რომ საქართველოს დაივიწყოს. ეს ყოველ შემთხვევაში საქართველოს საზღვაო საზოგადოებამ დავიწყებას მისცეს ამოდენა დიდი კაპიტნისა და სანაოსნოს უფროსის ხსოვნა. კიდევ ერთხელ უსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ყველას ჩვენთანაც. ნათელი მისოვნას. და მე დარწმუნებული ვარ, ისევე მოიხსენიებენ ბიჭიკოს 10, 20, 100 წლის შემდეგ, როგორც დღეს ჩვენ ვამბობთ აბესალომ ზენაიშვილი, ანატოლი კაჭარავა, რასიმ ბერიძე, ბიჭიკო ვარშანიძე.
კაცს, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს საზღვაო სახელმწიფოდ ფორმირების საწყის ეტაპზე მოუწია ერთადერთი სანაოსნო კომპანიისა და ქართული საზღვაო დარგის ხელმძღვანელობა, სიცოცხლის ბოლომდე ჟეროდა, რომ ადრე თუ გვიან ამოქმედდება ქვეყნის სატრანსპორტო სტრატეგია, განახლდება საზღვაო ინფრასტრუქტურა, გაგრძელდება ცალკეულ ქვეყნებთან თანამშრომლობისა და მსოფლიოს დიდ საზღვაო ოჯახთან ინტეგრირების პროცესი და ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი ზღვისპირა სამშობლო სრულყოფილ საზღვაო სახელმწიფოდ იქცევა. ბევრის სახელი მიეცემა დავიწყებას, მათიც, ვინც მას დაუმსახურებლად გული ადგინა. ჩვენ კი გვჯერა, რომ ბათუმში კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ ზღვაოსან ვარშანიძეთა სახელოვანი გვარის ერთ-ერთი უპირველესი წარმომადგენელი ბიჭიკო ვარშანიძე. იმ შფოთიანი ეპოქის შვილი, თავისი დროისა და ჩვენი ამ ფილმის გმირი. ემახსოვრებათ მის მიერ ღირსეულად განვლილი ცხოვრება და კვალად დარჩენილი ნათელი, მადლი და სიკეთე.